დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში ვაგრძელებთ ჩვენს ნოსტალგიურ ეთერში, როდესაც დროში მოგზაურობას და როდესაც საუბრობთ, რომ 20 წლის წინ ძალიან პოპულარული იყო ქართული და არა მხოლოდ კლიპები, ასევე უნდა გამოვყოთ რადიო წამყვანები, ხო? ეხლა გამოტყდით, ვის დაგირეკავთ და ვის გითქვამთ, აუ გაუშვის ფაისგელს ნებისმიერი მაგალითად. ვისდია, მინდოდა, მაგრამ ვერ მოგი. იმიტომ რომ მე დაგასწარი ეთყობა. მე ერთხელ რაღაც მოვიგე კიდეც ესე მახსოვს. ეხლა ვერ გეტყვი, რომ ხშირად ვრეკავდი, იმიტომ რომ ჩემ დროს უკვე ის ინტერნეტი იყო, რომელიც აი ხმას უშვებდა და 1 საათი უკავშირდებოდი. მაგრამ რადიოსაც უსმენდი ხოლმე და აი ცოტა უფრო ადრე ვიცი, რომ მთელი დღეების განმავლობაში ადამიანები უსმენდნენ. ალბათ ჩვენ სტუმრებს ყავდათ სულ ერთი და იგივე ერთგული მსმენელები, რომლებიც ყოველდღე ურეკავდნენ და ეს ისტორიები არ არის ნამდვილად მოგონილი. ხო, მოგითხოვია Spice Girls-ი? მოვითხოვ. წინ არის ყველაფერი. რომელ რადიოს უსმენთ? ჯერ უნდა ჩავრთოთ მაშინ რადიო, ხო? მოდი მოვზებნოთ. ფორტუნა მოვზებნეთ და მუსიკალური წამყვანი ხატია მესალმება თუ ვინ მესალმება? მოგესალმებით ცირკოს რადიო მსმენელებო, დღეს უკვე 3 საათი შესრულდა, თქვენთ ერთ-ერთ ხატია საღამოს 6 საათამდე იმუშავებს და მზად ვარ მივიღოთ თქვენი თხოვნები. ჩვენთან შეკვეთები არ იყო რა, ესეთი თხოვნები უფრო მოსული თემა იყო. საღამო მშვიდობის ხატია, გუშინ არიყავით ეთერში, ვერ გისმინეთ და ძალიან დამწყდა გული და დღეს მინდა რომ მოვუსმინო Spice Girls-ის ნებისმიერ სიმღერას და მინდა რომ მეცხრე B კლასის ყველა მოსწავლეს მიუძღნე ეს სიმღერა. რა თქმა უნდა, თქვენი თხოვნა 23 სკოლის. 23 სკოლა რახან არის, მე ველოდებოდი ანჯო დასენსან ფრანგულს. მაშინ გაუშვათ, ხო? მაშინ გაუშვათ და დარწმუნებული ვარ, ალბათ მე-9 B კლასს ვიქტორია ბექემი ძალიან მოწონს და მისი სტილის მელანი სიცას. და აი კლიპმაც და სიმღერამაც არ დააყოვნა. ხატია, როგორი იყო ეს პერიოდი? მე როგორი რაღაცები მსმენია, იცი შენ შესახებ რომ საჩუქრებს გიგზავნიდნენ, ყველა სურდა რომ ენახე როგორია ხატია. სუნამო ყვავილი. ხო, ეს რაღაცა კითხვის ნიშანი და საიდუმლო, ასე ვთქვათ, რეალურად ახლავს თან, როდესაც რადიო წამყვანი ხარ. კი, სანამ გავთხოვდებოდი, ეს ყველაფერი იყო და რომ გავთხოვდი, ყველამ დამინახა და უკვე ეს ინტერესი აღარ იყო, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მახსენდება, მე მაქვს ცოტა ხრინწიანი ხარ. ეს ყველა ხო თავის წარმოსახვა აქ, ანუ მე სულ ფიქრობ, რომ რადიო ბევრად უფრო ინტიმურია, ვიდრე ტელევიზია, იმიტომ რომ ყველას შენ თავის წარმოსახვის ყავხარ, წარმოდგენები და პირველი რეაქცია ვინც იგებდა, რომ მე ვარ იძახდა, რომ ვაი მე შეიძლება გაწრიფული და სიმიფანა ყოფილი და ყველას ვეგონე ხრინწიანი ხარ, ესეთი დიდი და მოსული DJ Dinges. მეც მოგესალმებით ყველას და პირველად. არჩილ ბუბუტეიშვილი უფრო მეც ეტყვის რადიოს ერთგულ მსმენელებს DJ Dinges. DJ Dinges უფრო მეც ეტყვის ვიდრე არჩილ ბუბუტეიშვილი, იმიტომ რომ დღესაც Dinges ვარ და დღესაც ყველა ასე მეძახის და შემჭა ეს სახელი მოკლედ. როგორ აირჩა მე გაინტერესებს. ვაი მე მეორე ჯერ ვლაპარაკობ სხვათა შორის GDS ეთერში ამაზე. ძალიან საინტერესო. დეჟა დავიმახსოვრებდი, ესე იგი ჩემთან ერთად არ ყოფილა. არა, სხვა გადაცემაში იყო რა თქმა უნდა, მაგრამ მოკლედ ვიტყვი რომ ეს რადიოში დამარქვა შალვარ ამიშვილმა, იმიტომ რომ პირველად როცა მივედი რადიოში იყო რაღაც პერიოდი სანამ ეთერში დავждდებოდი, ანუ რამოდენიმე დღე მქონდა იმისთვის რომ შევგუებულიყავი სიტუაციას, გავცნობოდი იქ ხალხს რაღაც ძალიან ამბავი და რამოდენიმე დღის განმავლობაში ვიქცეოდი ძალიან წყნარად, თვითონ უცხო გარემოში როცა ხარ ახლა ხო ყველაფერს აკვირდები, წყნარად ხარ, რაღაცა უყურებ აქეთ-იქით და აუ ეს ძალიან დინჯი არის. ესე იგი რო ამიყვანეს მე ამ მიზეზის გამო მე მგონი ცოტა დაეჭდნენ თავის არჩევანში, რომ ეს ეთერში ხო ისეთი ენერგიული, აქტიური შეიძლება არის. მოტყუდნენ. ძალიან. მითხარდა ათალქარიანება როდიდან დაიწყე? მე? ხო, თუ სუდი. არა, მე სხვა ამპლუები მაქვს, გააჩნია რა სიტუაციაში ვყოფები, ხო? ნუ სადაც საჭიროა დინჯი ვარ, სადაც საჭიროა არა ვარ დინჯი და არა, მე მაინც გონია რომ დინჯი ხარ. როგორ ესალმებოდით მაყურებელს გახსოვთ? როგორ ვესალმებოდი, იცი, სხვადასხვა დროს ვესალმებოდი, ანუ მუშაობდი ხოლმე დილაობით, ხანდახან 8-დან 12-მდე მქონდა ეთერი, ყიყლი ხო მქონდა, ესეც გაიცემა. ხო, და მუშაობდი ღამეს, ანუ ღამეს 12-დან დილის 8 საათამდე. ანუ შესაბამისად სხვადასხვანაირი მისალმება მქონდა. აი დილის მისალმება საღამოს ბარი ვაითი ვიყავი. ცოტა ჩაბარდა დინჯი და მოგესალმებით. 12-ის მერე უფრო ინტიმური ხდებოდა, რა თქმა
პირველზე ორზე უფრო მათ განიცდი და კი ტრანსფორმაციას იქ შესაბამისი მუსიკაც მიდიოდა და შესაბამისი ზარებით შემოდიოდა და დილას ალბათ გაიღვიძეთ დილას უფრო ენერგიული ვიყავი თუმცა მე მაშინ ბუ ვიყავი ჩემი ეს მქონდა საათობრივი მაშინ ვიყავი ბუ და ეხლა რატომღაც გავხდი ტოროა რა ხო და ანუ მაშინ ცოტა მიჭირდა ეს დილის ეთერი ხო ეს ყველას ეძინება შემოერტყავს სახეში ცოტა ესე რომ გამოფხიზლდი ყავას დალევ და ჰაი ჩაისუნთქავ ცოტა ენერგიულ სიმღერას და მოგესალმებით ყველას მშვენიერი დილა გათენდა კონსმენტ რადიო ასკუც რა თქმა უნდა ჩემთან ერთად და ენერგიულად ვიწყებ დღეს რაღაც სიმღერას გამოვცხადე და მოკლედ მიდიოდა მე როგორ ყველაფერი კარგად იყო რა DJ ძალიან კარგი სკეჩი მოგასმენინოთ ახლა გავიხსენოთ მოდი ყველამ რო ვიცი გავიხსენოთ Ой, гугу. Da arminga mes fashion modi chemsi gijo. რა გიჟოებით მე ლაპარაკები ვერ გავიგე. აი ამის ჩაწერილია როგორ იქნებოდა ეს ყველა ერთად იყო ჯერ იქ ტესტავდით რამდენად სასაცილო იყო რადიოში არა იცი რა არის ტესტი იყო ეთერი ან რადიო ტელევიზიისგან განსხვავდება იმით რომ პროდუქტი შეგიძლია მაშინვეში ამოწმო ძალიან სწრაფად და ძალიან სწრაფად მიიღო ფიდბექი რა ანუ როგორც კი წერდით ამას მაშინვე უშევდით ეთერში და შესაბამისად უკვე მერე მოდიოდა რეაქცია მსმენელისგან ზოგიერთი ითხოვდა არა სიმღერას აი ხანდახან ყოფილა ეგეთი შემთხვევა რომ რეკავდნენ და სიმღერას კი, მაგრამ იცია ის გაუშვი რა და თქვა ზიოს მადონა ან ზიოს რაღაც ნებისმიერი სხვა სკეჩებიც ითხოვდნენ. ანუ სკეჩი იყო მოთხოვნადი რა. იმიტომ რომ ამ სლენგით საუბრობდა მთელი თბილისი ხა მაშინ 105 სლენგით მეც ხა. დღესაც საუბრობს. ფორტუნაში მუშაობდი და ეხა უყვებოდი ზუსტად საგრემიერაში ხა პატარა ვიყავი, ნუ მე რო დავიწყე მუშაობა 18 წლის ვიყავდი ხა. ჩემთან ახლოს უფრო 105 იყო მენტალობით და ჩემი მაშინდელი განწყობა. ხა მე მოვხდი როგორ რადიოში ძალიან კონსერვატულში აი ის აღიარე რასაც მე მეუბნები. აბა გითხარი ნუ ჩვენი რადიო იყო ყოველთვის ჰიტები რომელიც გამოსცოდა თვით დრომდა. ნუ მე უსმედი Tupac და Notorious და აი ხო ხვდებით CNC Music Factory და უცებ დამხვდა Elgero და ესე მაშინ ლანა ქუთათელაძე იყო უკვე ესეთი ძალიან სერიოზული წამყვანი და ესე ვეკითხავდი რომ აუ ეს Elgero ვინ არის? ის იდეა რომ აი გაჩუმდი და უსმენდა სულ ამათ. 105 და სულ მე ვიმედრე ეს არ არის 105 ეს არის Fortuna და მოისმინე თუ რაღაც და აი მაშინ ჯორჯ ბენსონი და კლასიკა ხო არის ყოველი საათის ბოლოს და ეს რაღაც წელიწადის დროები და ვივალცი და ასე შემდეგ. ამიტომ მე ვიყავი რუჩკებს არენდოთ აი იმასაკის ვიყავი. და ყველა სხვა რადიოში თუ იყო DJ თქვენთან იყო მუსიკალური წამყვანი ერთადერთი ხა დილის ტოროლაძე რასაც ყვებოდა მეც დილის წამყვანი ვიყავი ნუ ამ ენერგიიდან გამომდინარე და ცხოველი როგორ იყო საინფორმაციო ხო ქონდა ჩვენ და საინფორმაციოს წამყვანი მე და კიდევ Fortuna Plus-ის წამყვანი ერთად მივდიოდით ბოლოს მოდიოდით ჩემთან რა თქმა უნდა რომ მოვიდოდა მძღოლი რომ მოასიგნალებ და მე მაშინ პირსახოცით ვეუბნებოდი რომ მოვდივარ და მაშინ შევდიოდი აბაზანაში ხო იმდენი ხანი მელოდებოდა და ისეთი ისტერიკა ქონდა მძღოლს ერთ წელიწადში დაემართა ინფარქტი. ნუ რა თქმა უნდა თავის გამო, ჩემ გამო და მთელი Fortuna ვიძახდა რომ შენი მოდინით დაემართა. ბოლოს მანქანა რო ვიყიდე ძალიან დიდი ტორტი მაჩუქეს. შენი მანქანით მოდი რომ ჩვენ აღარ გელოდოთ. რეალურად ეს ის დრო იყო, როდესაც რადიოს ძალიან ბევრი მსმენელი ჰყავდა. ხო, აი რა დანიშნულება ქონდა მაშინ რადიოს ეს იყო გასართობი, ალბათ ინფორმაციის მიღების წყაროც, ხო? ეს იყო ყველაფერი, მე მგონი რა. ყველაფერი, იმიტომ რომ აი წეგანაც ვამბობდი რადიოში ძალიან სწრაფად ხდება ყველაფერი ტელევიზიისგან განსხვავებით. ნებისმიერ მომენტში შეგიძლია გახსნა მიკროფონი და თქვა რაღაცა, თუნდაც ახალი ამბავი, ხო? არ უცებ რაღაც მოხდა და გახსენ მიკროფონი თქვი. ანუ იყო ასეთ შესაძლებლობაც, თუ საჭიროება მოითხოვდა, რა თქმა უნდა. ხო და შესაბამისად ინფორმაციასაც იღებდა ადამიანი თუ კი იყო საინფორმაციო მიმართულების რადიო უფრო სწრაფად მუსიკაც შესაბამისად უფრო ადვილად გადიოდა იმიტომ რომ Napster-ი გახსოვს
Napster-ი. იყო ეს საკაჩი პროგრამა იყო. აი ინტერნეტიდან ესე იგი Napster-ით იწერდი სიმღერებს და კი იყო ასეთი პერიოდიც, მაგრამ მე მოხდა ეს ის რა ხო ტელეფონზე რო ვერ ეკავდი, როცა ინტერნეტი ჩართული იყო სავარაუდოდ. ბიარო გეუბნებოდა რომ ვირეკავენ რასაკეთებ. საშინელება 2 მეგაბიტით რომ მქონდა. გარდა წამყვანის ასევე იყავი ტექნიკური პროდიუსერიც, ხო? და აი საინტერესოა თქვენთვის რა იყოს მამოძრავებელი ძალა, დაინტერესება, მოტივაცია, იმიტომ რომ ალბათ დიდი დაფინანსება შეიძლება არ გქონოდათ. ხო, იცი რა, მე დაფინანსება ესეთ სიტყვაა ცოტა. დაფინანსება გქონდა რეკლამა. ხო. რეკლამას არასოდეს არ აკუდა. კი, სხვა ჩემი მოგონილი ფრაზაა. მართლა? ხოდა ეუბნები ბრენდი ხარ თქო და დაფინანსება იყო რეკლამა არასოდეს არ გვაკლდა, იმიტომ რომ ძალიან პოპულარული რადიო იყო და მახსოვს ისეთი პერიოდი, როდესაც ეთერში მუსიკასაც ვერ უშვებდი, ანუ იმდენად ბევრი იყო რეკლამა, ესეც არ არის კარგი რა თქმა უნდა, მაგრამ იმდენად ბევრი იყო რეკლამა, რომ აი მუსიკას გავუშვებდი 2 წუთს, რეკლამა. გაშებული არის და. ნუ რა სხვას რაც შეეხება, ეხა დაინტერესება რა იყო, დაინტერესება რადიოთი რომ მოიწამლები უკვე მან რაღაც დაინტერესებას და მიზეს აღარ ეძებ უკვე რა გიყვარს ეგ. და მე ისიც არის რომ გააჩნია შეიძლება ამ საქმეს ბევრი აკეთებდეს, მაგრამ რაღაც ფრაზა შენ თავში რომ დაიბადა და მე მეორე დღეს ან მესამე დღეს გადიხარ და უცბად ხედავ რომ ლაპარაკობენ ერთმანეთში ზუსტად იმ ფრაზებით, ესეც ნუ ძალიან დიდი სტიმულია რომ სულ აკეთო ეს საქმე და არ მოგწევს. თან მაშინ ხო რა პერიოდი იყო ხა მართლა რადიო წამყვანები ვიყავით ვარსკვლავები ხცდა არ მეყვარს ეს სიტყვა, მაგრამ რატო გეტყვით? იმიტომ რომ ძალიან ცუდი პერიოდი იყო ხა რომელი წლები იყო გახსოვთ შუქი არ იყო, დენი არ იყო, არაფერი არ იყო და რადიოზე იყო ყველა მიმაგრებული. გართობის ყველაზე კარგი. მუსიკალური ტელევიზია არ არსებობდა. ერთი პირველი არხი იყო მარტო და მეტი არხიც არ არსებობდა. იყო სულ 4 რადიო, კონკურენციაც არ იყო. ხო ესეთი კონკურენტი რადიოები, ყველა თავის ფორმატის, ანუ მსმენელს ერთმანეთს არ ართმევდა. ყველას თავის მსმენელი ყავდა და ეს შენ ერთგან მუშაობდი და მეორეს მსმენელი იყო. მეორეს მსმენელი ვიყავი, ხო, ესე იყო. უბრალოდ ერთადერთი რაც არ მომერიდება ამის თქმა, მართლა ყველა ეხა ერთ-ერთი მასტიმულირებელიც იყო, იმიტომ რომ ყველაზე მაღალი ანაზღაურება ფორტუნას ჰქონდა მაშინ. ხელფასები ჩვენთან ძალიან მაღალი იყო, იმიტომ რომ ნახევრად ამერიკელების რადიო იყო, ნუ ის ტექნიკა ჰქონდათ რაღაცას, ეხა ყველა რადიოში ეგრეა, მაგრამ აი მართლა ვერ ხვდებოდი, აი რა იყო ხა. დინჯი ტექნიკაში ძალიან გარკვეული ხა. ჩვენ მაგ მხრივ ძალიან გათამამებულები ვიყავით, იმიტომ რომ მთელი პლეილისტი მოდიოდა და მარტო უნდა გეილაპარაკოთ, რომ პროგრამისტი გიდგენდა რა, ძალიან კომფორტულადაც მუშაობდი და ამიტომ აი დიჯეებზე მეტად ჩვენ უფრო წამყვანები ვიყავით, ვიდრე დიჯეები. თქვენთან ყველაფერი ეს ხო, არა, ჩვენთან ცოტა სხვა მექანიზმები იყო, ჩვენ თვითონ ვადგენდით პროგრამას. ხო, ესე იყო საქართველოს ხმაში, ჩემ ეთერში მე თვითონ ვარჩევდი მუსიკას, მაგრამ რა თქმა უნდა რაღაც კრიტერიუმებს უნდა შეესაბამებოდი. აი რა კრიტერიუმები იყო? ნუ იყო იქ ძირითადი კრიტერიუმი იყო ის, რომ ჩვენ ქონდა ესეთი სლოგანი ბოლო 25 წლის საუკეთესო მუსიკა. ხო, ეს 94 წელს როცა დაიწყო მაუწყებლობა, ანუ იქიდან 25 წელი გადავთვალე. ხო, ამიტომ ჩვენი მუსიკა იყო პირდაპირ ესეთი პაპსა. აი მაგალითად. კარგი გაგებით, ხო რა. იყო მაგ დროს ისეთი. მაგ დროს ისეთი ბუმი, უიმე ძალიან ბევრი იყო. რა ვიცი, Take That, Spice Girls, Snappy, ჩვენაც ვიხილეთ ჩვენს. ხო, არა, ძალიან ბევრი იყო ესე და თან ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ჩვენთან შემოდიოდა ახალი მუსიკა, გარდა იმისა, რომ Napster-ი ვახსენეთ ეგან და რაღაცებს ჩვენ თვითონ ვიწერდით. შემდეგ უკვე გადავედით ისეთ რელსებზე, როცა პირდაპირ ლონდონიდან ჩამოდიოდა ახლად გამოშვებული სინგლები, Top 40 ბრიტანეთის და ანუ ყველაზე ცხელი მუსიკა გქონდა ჩვენ რა. ორ კვირაში ჩარტში შესვლიდან ორ კვირაში მუსიკა უკვე იყო ჩვენ. მე რამდენი ადგილი ეკავა აი ამ ლიდერი როგორ მახსოვს გახნის განმავლობაში. ო, ფავტეტი ეს სულთად 90-იანები არ არის 2000 აი
97 წლის კლიპია ეს. 97-ის? კლიპი არის 97 წელს გადაღებული, კი. მე რატომღაც უფრო მოგვიანებით გახსოვდა. იმდენად მაგარია, რომ გონია რომ ფათაშორის მინდა გითხრა ხალხი მამლის წელშია დაბადებული. აჰა. ხატია. და კონცერტი მიგვდა ახალწელს და ზუსტად მახსოვს ის სელებრიტები, ვინც მამლის წელს არის დაბადებული. ერთ-ერთი არის აფდედი. უცბად გამიყვირა რა ხავშირებს ეს წელი. აფდედის დაბადების წელი. ეს სიმღერა ძალიან პოპულარულია, ძალიან პოპულარული და ბევრმა ალბათ არც იცის რომ ეს სემპლი აღებული არის პოლისის სიმღერიდან. Everybody you take. მაგრამ ნუ ეს უფრო ნაცნობია. ხო და აი პოლისი გადიოდა ჩვენთან ორიგინალი. რემიქსი გადიოდა. გაიგე, იქაც გადიოდა. ერთგული მსმენელები, რომლებიც აი სულ რეკავდნენ და თქვენც იცოდით რომ აი უკვე ხმაზე რო იცოდით, მარტო ისინი კი არ გწოვთ. ერთი სელებრიტი გავცეთ, ჩემი ერთგული მსმენელი და ეგრე გავიცანის ფოტოჟურნალისტ და ძალიან მეგობრობთ, გიჟდები ისე მიყვარს, გოგა ჩანადირი. მარტო რეკავდა ხოლმე სულ. ჩემი მსმენელი ღამე კიდე მქონდა ერთი გადაცემა რომელიც მიყვარდა და სულ რეკავდა. შენი ხმაც იცვლებოდა საათებთან ერთად ხატია. ჩემი უფრო, რა თქმა უნდა. და ჩემი ერთგული მსმენელი იყო და მე გავიცანი ძალიან მეგობრობთ, თან გოგა ხარ როგორი საინტერესო ადამიანია, იცით ის უბრალოდ რადიო მსმენელი არ არის და მაშინ ძალიან გავდაცვლად შორის აგუცინს. აგუცინს. და ნახე პირველი ეგუთხარი რომ მართლა ძალიან გავხსოვთ. ნუ აი სულ მახსოვს რომ რამდენი გოგას დავინახავ და გოგა დავინახავ და ხშირად ხვდებით ერთმანეთს, სულ გვახსენდება ის რადიოს პერიოდი, იმიტომ რომ იყო რადიომ გაგაცნოთ ერთმანეთს ასე ვთქვა და მე დაგამეგობრად. ჩვენს ფაქტიურად რადიო გვაქვს ჩართული, იმიტომ რომ გამოსახულება აღარ გვაქვს კლიპის მერე ფონად მივდივართ, ანუ გოგა ჩანადეს მინდა მივესალმო. ვიყვარ ხარ ძალიან. ექს აგუცინს. და მივუძღვენი მე ფაქტედი მივუძღვენით. კი ბატონო. კარგია, ჩვენ მე რა შემიძლია გითხრათ, ჩვენ მსმენელებზე შემიძლია გითხრათ რომ ძალიან. ხა დადე ხა ერთი სელებრიტი. ერთი სელებრიტი. აბა, ბევრი. ბენიც კი. მე მოვყვანე, ესე იგი, არ ვიცოდი, ანუ ხოდა მე გასკდა ეგ ამბავი რა, ერთხელაც მეუნება რომ მე შენთან დარეკილი მაქვს და ჩვენ ვილაპარაკიაო რაღაცეებზეო რა და თურმე დაურეკია ერთხელ, ანუ usmenda. შემდეგ ვიზია საუბარი გამო. მეუღლე რომელიც მე უკვე თვითონ გახდა რადიო წამყვანი, ხო და მუშაობდა პირველ რადიოში, მუშაობდა უცნობშიც მუშაობდა კარგა ხანის და ჩემ ბავშვების მეგობარიც არის. შენზე ადრე მე ვიყავ. მე შემთხვევით გაიცანით ერთმანეთი და უბრალოდ აღმოჩნდა რომ ადრე ანუ დაურეკეთ რაღაცებზე ვილაპარაკეთ რა. როგორც ხდება ხოლმე მსმენელთან ურთიერთობა და შემდეგ უკვე რაღაც პერიოდის შემდეგ გავიცანი, ოღონდ არ ვიცოდი. ეს მოხდა. ეგრე ჩემი ყოფილი მეუღლეც ეგრე გავიცანი. ხო რა ხდება სიყვარულის ისტორიები? რა სიმღერა შეგეკვეთათ მაშინ სუპერვალად რო ეს გესაუბრად? ჩემ მეუღლეს ძალიან უყვარდა Q-ა და მახსოვს რომ იმ პერიოდში როცა უკვე მე დაიწყო მუშაობა რადიოში, მაშინ რა შემიკვეთა არ მახსოვს ახლა მაგას ვერ გავიხსენებ ნამდვილად, მაგრამ როცა დაიწყო მუშაობა რადიოში, მე ესე იგი მუშაობდი 105-ში, მუშაობდა პირველ რადიოში 106-ზე. ხო, და შესაბამისად ეთერები ემთხვეოდა ხოლმე ჩვენი რა და მიდიოდა გადაძახილი, ის უსმენდა 105-ს, მე უსმენდი 106-ს და ის აქედან სიმღერას გამოუშვებდა, მე აქედან პასუხობდი და მოკლედ ეთერში ძალიან იმუშავებდი. დიდი ამბავი იყო DJ-ი. გურამი როგორ? რადიო. გურამიკო როგორ და ნუ ესე შემიძლია ვთქვა რომ სახე არის 105-ის პროდუქტი ხო რეალურად ანუ გაკაჩულია 105-ის და ნუ ქუჩის ბიჭები ფორტუნასი და ითქვას ახლა ეს და თავიდან რომ რაღაც გადაცემაში მოვიწვიე და არ ვიცნობდი სხვა შორის გზურას ვიცნობდი კარგად და ირაკლის და გურამიკოს არა და ნუ იქ დაიწყო რაღაცა ხო ვიცით როგორც არის მე და ორი მესიჯი სამი პასუხი და მე უკვე რადიოში მოუმატა ქუჩის ბიჭების სიმღერების გაშვების სიხშირე იყო და სხვათა შორის ყველაზე სიმბოლური რაც იყო ძალიან მართლა უბრალოდ არაფერი არ ხდება ამ ქვეყანაზე. მე და დინჯი ერთად ვართ რადიო 105-ის კორპორატიული ივენთი ჰქონდათ, მახსოვს კრწანში რესტორანში და 13 იანვარი, თებერვალი იყო. სიყვარულის დღე და ქონდათ კონცერტი და ქუჩის ბიჭები იყვნენ მოწვეული როგორც შემსრულებლები და მეც უკვე
შეყვარებულის თუ მეგობრის სტატუსი და თან კონკურენტები ვიყავით და იქ სცენაზე ამიხსნა სიყვარული და ეს ახლა ჩემს ხვდები რა იყო კონკურენტი რადიოს ივენტზე რომ მე ამიხსნა თუ პატარა რო ვიყავ ნუ ძალიან დამეხოთა უბრალოდ რა ამბებს ახდენს რადიო ხო ესეთი ვალიდე გამოსახულების გარეშე გავდივართ ისი რა არის საინტერესო დღეს აი ასეთივე საინტერესოა რადიოში მუშაობა ამას გულისხმობ იმიტომ რომ ამდენი მსმენელი ყავს დღეს რადიოს ერთგული მსმენელები რომლებიც ელოდებიან წამყვანების გამოჩენას ესეთი ზარები მაგ სიხშირით რეკავენ და არის ტელევიზიაც ვერ ვიტყვი იმდენი გასართობი პროგრამაა როცა მაესტრო იყო მაშინ ნამდვილი მუსიკალური მაესტრო აი ის კიდე რაღაცა კონკურენციას უწევდა მაგრამ ეხა ტელევიზიებშიც ნუ არის მეგა შოუები პატარა პერიოდი და всё თან ამაზე ვსაუბრობდით გადაცემის წინა ნაწილშიც იმიტომ რომ თუ რაღაც სიმღერა გინდა მარტივად ჩართა მოусმენ და მაშინ ის მომენტიც იყო არ უნდა ასაკში იყო დიდიც რო ხარ ხო აი რაღაცა ხიბრი აქ მანქანით მიდიხარ და ვიღაცა გიძღვნის სიმღერას ხო აი ეს კიდე სხვა ამას ხო ინტერნეტი ვერ ამ ემოციას ინტერნეტი ვერ მოგცემს ვერ ეხლა გონია უფრო რომ რადიოში სიმღერა უკვე იმდენად მნიშვნელოვანი არ არის ვიდეო ინტერნეტიდან გამომდინარე რომ შეგიძლია ყველაფერი ნახო და ყველაფერს მოусმინო ამიტომ დატვირთვა მაინც და მაინც ახლა სიმღერაზე არ არის იქ უკვე თვითონ წამყვანი ვინც ზის იმის ინდივიდუალობაზეა დამოკიდებული ანუ რამდენად საინტერესოა თვითონ რას ამბობს და როგორ რას ამბობს როგორ აწვდის თქვა რაღაც საინტერესო ამბავი იქნება თუ თავისი რაღაც აზრი იქნება ანუ გააჩნია თუ ადამიანი საინტერესო არის იმის მოსმენა ყოველთვის სასიამოვნო იქნება რა ყველასთვის მე ესე მგონია და მრეკავები არიან დღესაც კი არიან ხშირად მესმის ხოლმე თქვა სამუშტო ტაქსში როცა მგზავრობ ხო არის შეკვეთები და მთელი ამბავი და რას უყვეთავენ ახლა ესეც საინტერესოა რას უყვეთავენ და მე მგონი ძირითადად მაინც უფრო ქართულ რადიო სტატიკურში მე მგონი არ დაიდორდოში ხა შემორჩენილი ეს request show იყო არა request show სხვაგანაც არის მაგრამ აი უფრო არის ქართულ სიმღერებს კი მეც გეთახმები მე ხშირად ვუსმენ რადიოს მაგალითში მე სულ რადიო მაქვს ჩართული და ზეპირად ვიცი ყველა პლეილი ყველა რადიო არის ფიქრობ რომ მარტო ფორტუნას ვუსმენ აი სადაც რეკლამა არ არის იმას ვუსმენ ძირითადად სულ რეკლამებია და ნუ არა რა თქმა უნდა დღემდე რადიოს თავის დატვირთვა აქვს და ყოველთვის ექნება მაგრამ ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის თქვენ და იმისთვის რომ ბევრი ადამიანის დღეები დაასაინტერესოთ მთელი თქვენი ამ მოღვაწეობის პერიოდში შევისვენოთ ცოტა ხნის დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ მადლობა